კარგი, დიდი მადლობა ყველას. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ თქვენ უმაღლესობავ, მე ბრძოლი ხართ. ის იქ იბრძოდა და აკეთებს იმას, რაც საჭიროა და ამისთვისაც არის ცნობილი. ის მამაცი კაცია. მას დიდი ქვეყანა აქვს. ეს ფანტასტიკური ქვეყანაა. და ისინი დიდი ხანია შეერთებულ შტატებთან ერთად არიან. მაგრამ ვიტყოდი, რომ ბევრად უფრო მეტი. მას შემდეგ, რაც მე მოვედი ხელისუფლებაში, შემიძლია ვთქვა, რომ მათ ტრილიონობით დოლარი დააბანდეს შეერთებულ შტატებში. და მე მათ ადრევე უბნებოდი სხვა შეხვედრაზე, რომ ჩვენ გვაქვს 19 ტრილიონ დოლარზე მეტი ინვესტირებული შეერთებულ შტატებში, რაც რეკორდია. და ეს აშენებს ქარხნებს, ავტომობილების ამსხობ ქარხნებს, ყველაფერს. ჩვენ ვაკეთებთ ისეთ რაღაცებს, რაც არასდროს გაკეთებულა. რეკორდი იყო 3 მილიარდი დოლარი იყო მრავალი წლის წინ სხვა ქვეყანასთან. და ჩვენ გადავაჭარბებთ 19-ს უნდა მივაღწიოთ 19.3 ტრილიონ დოლარს. ასე რომ მსგავსი არაფერი იქნება. არ ვიცი შესაძლებელია თუ არა, არ ვიცი შეძლებ თუ არა უკეთესად გააკეთო, მაგრამ უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ უთიერთობა გამორჩეული იყო. ის დიდად პატივსაცემი ადამიანია. ყველა მას პატივსცემს და პატივსცემს მის ქვეყანასაც. და დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა. და ჩვენ ახლახან ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ირანთან. ეს ქვეყანა იყო ძალიან ძლიერი მოკავშირე და კარგი რალაცები ხდება. გემები ახლა იწყებენ მოძრაობას. ყველაფერი სრულად გაიხსნება პარასკევამდე. გემები კარგად იწყებენ მოძრაობას. ნავთობი იწყებს გასვლას. ფასები სწრაფად იკლებს. საფონდო ბირჟა სწრაფად იზრდება. ბევრი კარგი რამ ხდება და რაც მთავარია, ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი. ასე ჩავერთე ამ საქმეში. ეს არ უნდა დაუშვათ. ამიტომ მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. და ამასთან ერთად, სურს ვთხოვოთ თქვენს უმაღლესობას, რომ რამდენიმე სიტყვა თქვათ. და თუ გსურთ, პასუხს გავცემთ რამდენიმე კითხვას. გთხოვთ. კარგით, ეს ნამდვილად დიდი სიამოვნებაა, ბატონო პრეზიდენტ, რომ დღეს აქ თქვენთან ერთად ვარ და მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ, რომ აქ ჩვენთან ერთად ხართ და როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტი. მინდა გულწრფელად მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მუდმივი მხარდაჭერისთვის, თქვენი ერთგულებისთვის, თქვენს მეგობრებსა და ყველა თქვენს მოკავშირესთან და განსაკუთრებულ მადლობას გიხდით თქვენი გადამწყვეტი მხარდაჭერისთვის 6 კვირიანი ომის დროს. ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. და თქვენ გვაჩვენეთ, ვინ არის ნამდვილი მოკავშირე და რომ თქვენი მუდმივი მხარდაჭერისა და ერთგულების გარეშე, ბატონო პრეზიდენტო, არა მხოლოდ ჩემი ქვეყანა, არამედ მთელი ახლო აღმოსავლეთი დღეს სრულად განსხვავებულ და გაურკვეველ მდგომარეობაში იქნებოდა. მართლაც სიამოვნოა დღეს თქვენი ნახვა, ბატონო პრეზიდენტო, და მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ. და ბევრი რამ არის, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ წინ წავიდეთ. ბატონო ჩვენი ორი ქვეყანა, როგორ შეგვიძლია ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ? ეს ძალიან მომწონს. გმადლობ ჩემო მეგობარო. ხედავ, როცა ესეთი მდიდარი ხარ, შეგიძლია ასე დიდ ხანს ილაპარაკო. უბრალოდ ვფიქრობდი, ნეტა ვინმეს თუ ესმის ეს. როცა ასეთი მდიდარი ხარ, იმდენად თავდაჯერებული ხარ, რომ ხმასაც კი არ აძლიერებ. ის შესანიშნავია. ასე რომ გაქვთ რაიმე კითხვა, რას უნდა ველოდოთ დიპლომატიური მოლაპარაკებების მეორე ეტაპისგან? ვფიქრობ, ყველაფერი დაახლოებით დროულად მოხდება. ორივენი ჩართული ვიყავით. ვფიქრობ, მათ ამის დასრულება მოუნდებათ. ირანსაც უნდა დაასრულოს ეს. მათ სჭირდებათ ბიზნესში დაბრუნება. და ეხლა ურთიერთობა ნორმალიზებულია. ამიტომ ვფიქრობ, ეს ძალიან სწრაფად მოხდება. შეიძლება სწრაფად მოხდეს, შეიძლება უფრო მეტი დრო დასჭირდეს, მაგრამ შეიძლება სწრაფადაც მოხდეს. დოკუმენტის ტექსტით ასეთი დიდი ინტერესი არსებობს, რატო არ უნდა გავამჟავნოთ საუბარი? მე ვიზა და მანამდე, კარგი, მე მერჩივნა ფორმალური გარემო ქონოდა სანამ დავიწყებდით, მაგრამ ამაში პრობლემა არ მაქვს. ეს შესანიშნავი დოკუმენტია. აი აქ არის, რას ამბობს ის? ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი. აი ეს ამბობს, არ ექნება არც შესაძენად, არც შესაქმნელად. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. და ვიტყოდი, რომ ეს დაახლოებით 99.9%-ია იმისა, რაც მინდოდა. იმიტომ რომ ამას ვერ დაუშვებდით. ვერ დაუშვებდით ამას. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. ეხლა ამას გარდა სრუტე ღია იქნება გადასახადის გარეშე. და ეს იქნება გადასახადის გარეშე 60 დღის შემდეგაც. ხო ასეა? ვიღაცამ თქვა რომ 6 დღით იქნება გადასახადის გარეშე. არა, ეს იქნება გადასახადის გარეშე წერტილი. როდესაც მუდმივად გაიხსნება, ეს იქნება გადასახადის გარეშე. მინდა მიულოცო ჩვენ საზღვაო ფლოტს, რადგან საზღვაო ბლოკადა დაუჯერებელი იყო. მაგრამ სინამდვილეში მე არა მარტო გავავრცელებ ამას, არამედ ალბათ პრესკონფერენციასაც ჩავატარებ და სიტყვით საგიკითხავთ, რათა მედია მე ზუსტად გააშუქოს. რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია
და ობამასგან განსხვავებით, რომელსაც შეეძლო გაენადგურებინა ახლო აღმოსავლეთის საშინელი JCPOA-ი, ეს ყველაზე ცუდი შეთანხმება. ის ბირთვული არ არისკენ მიმავალი გზა იყო. ჩემი კი ბარიერია ბირთვული არ არის წინააღმდეგ. ხედავ როგორ ამბობენ ადამიანები, უკვე გქონდა, მან გადაიხადა უზარმაზარი თანხა, მაგრამ ჩვენ არაფერი გადაგვიხდია. გაკეთდა განცხადება, რომ 300 მილიარდ დოლარს დავხარჯავთ. არა, ამას არ გავაკეთებთ. ჩვენ გვაქვს ნებართვა, რომ შევიდეთ და დავაბანდოთ, თუ ოდესმე მომავალში მოვისურვებთ. არ გვაქვს არანაირი ვალდებულება, აბსოლუტურად არანაირი. შეიძლება ირანი საბოლოოდ წარმატებული იყოს, როცა მათ ნავთობი ექნებათ. მაგრამ რომ წავსულიყავით ერთი კვირის წინ, ბოლო 2 თავდასხმამდე, ირანის აღდგენას 20 წელი დასჭირდებოდა. მაშ, მე რამდენიმე დღეში მსხვილ მედიასთან დოკუმენტს გადავხედავ. ბატონო პრეზიდენტო, რამდენიმე კვირის წინ თქვენ გსურდათ, რომ სხვა ქვეყნებიც, მაგალითად ემირატები, აბრაამის შეთანხმებებს შეუერთდნენ. ამასთან დაკავშირებით არაბ ლიდერებთან რაიმე საუბარი შედგა? რაზე? აბრაამის შეთანხმებებზე. ასეა თუ არა? კარგი, მე სიამოვნებით მეკნებოდა ისინი. ეს ძალიან განვითარებული კაცია. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შევიდა და ძალიან კარგად გაართვა თავი მათთან, თელ პროცესთან, აბრაამის შეთანხმებებთან. არა, ესეა. მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა მოხდეს. თავარი დაბრკოლება აბრაამის შეთანხმებებისთვის. ჩვენ გვაქვს ჩვენი თავდაპირველი ქვეყნები, ძალიან ჭკვიანი ქვეყნები, თითოეული მათგანი. შეხვდები, რომ იმ კონფლიქტის პერიოდშიც კი არავინ გადაიფიქრა, არავინ თქვა, ვაიმე, თავს დავანებებ. არავინ. მე ვფიქრობ, რომ ისინი ყველანი ნამდვილად შეუერთდებიან აბრაამის შეთანხმებებს. ერთადერთი კონფლიქტი იყო ადგილი, რომელსაც ირანი ეწოდება. და მე ამას ვიგებ, ხო გესმით? ცოტა რთულია, როცა ხალხს ირანის ეშინოდა. მაშასე, მაგრამ გონია, რომ ისინი ყველა გამოჩდებიან. კარგი კითხვა იყო სინამდვილეში. პრეზიდენტო რას ეტყვით რესპუბლიკელებს, მაგალითად სენატორ ლინსი გრეჰემს, რომელიც სკეპტიკურად უყურებს ურთიერთგაგების მემორანდუმს? ლინსი სკეპტიკურადაა განწყობილი, დიახ, მოიცადეთ ლინსი, მას პრობლემები ექნება. ლინსი კარგადაა. ის სკეპტიკურად არ არის განწყობილი. ის შესანიშნავადაა. ნახე, ეს შეთანხმება რაღაცა ძალიან კარგად ფარავს. ჩვენ არაფერს ვიხდით, ჩვენ არაფერს ვაკეთებთ. ბაზრები ახლა უფრო მაღლა, ვიდრე როცა დავიწყეთ. დაიმახსოვრეთ ეს. საფონდო ბაზარი 2500 კულაზე ან მეტზეა. უფრო მაღლა, ვიდრე როცა ჩვენ. დიახ, ეს მართლაც შთამბეჭდავია, დიახ. ეს შეთანხმება ერთ რამეს ეხება, რომ ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი. არასოდეს, არასდროს, არანაირ შემთხვევაში. დანარჩენი უმნიშვნელოა. გულაგდილად რო ვთქვათ. გრეჰემაც თქვა, რომ ირანთან შესაძლო შეთანხმება უნდა გაიგზავნოს კონგრესში განსახილველად. თქვენ ასე მოიქცეოდით. არასოდეს მიფიქრი ამაზე, მაგრამ გავაკეთებდი. არ მექნებოდა საწინააღმდეგო. მინდა ვთქვა, ხო იცით, დემოკრატები, ხო იცით, ჩვენ მათ დემოკრატებს ვეძახით, რადგან ისინი სულელი ხალხია, დემოკრატები არიან. კარგი, რაც მე მსურს გავაკეთო, ეს არის კონგრესისთვის გაგზავნა, რომ არ უნდა დაამტკიცონ და მე მივახცევ დამტკიცებას. იმიტომ რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რასაც ვამბობ. მათ სურთ საპირისპირო გააკეთონ. ეს მათთვის ძალიან კარგად არ მუშაობს, ვათაშურის. დიახ, გავაკეთებდი. არასდროს მიფიქრი ამაზე, მაგრამ გავაკეთებ. კონგრესში გავაბზავნი. მომწონს ეს იდეა. შენ მარტო ხარ წარმატებებს გისურვებ? გულისხმობ, ვინ არ დაამტკიცებდა ამას? მოდი მივცეთ მათ ბირთვული იარაღი. ითქვიან, მათ უნდა კონდეთ ბირთვული იარაღი. გაგიჟდებიან. მომეწონა ეს იდეა. კონგრესში გავაბზავნე. კარგი. ბატონო პრეზიდენტო, შეგატყობინეს თავდასხმაზე, თავდასხმის გეგმებზე UFC-ის ღონისძიებისთვის თეთრ სახლში. იყო. FBI-ն თავდასხმა აღკვეთა. ამაზე არ მსმენი, არა. მაგრამ მუხურე, ის თავდასხმა რაც მე ვნახე, მებრძოლები იყვნენ. მანაც ნახას ვათაშორის. სახლში იჯდა თავის ლამას სასახლეში და უყურებდა ამას. და ისინი ერთ-ერთ საუკეთესოდ იბრძოდნენ, რაც კი ოდესმე მინახავს. ხო ასეა? საუკეთესო. ისინი შესანიშნავები იყვნენ. ის ბოლო ბრძოლა სასტიკი იყო. ვაუ! და ბოლო ორი ბრძოლაც კარგი იყო. ორივე ბრძოლა ხო? ყველაფერი კარგად იყო. შესანიშნავი ღამე იყო. ძალიან განსხვავებული იყო თეთრი სახლისთვის, მაგრამ ამარ მინდოდა რომ იქ ყოფილიყავი. ჩვენ საოცარი არენა ავაშენეთ. დანამ შესანიშნავი სამუშაო გააკეთეთ. იქნება კიდევ ერთი ბრძოლა მომავალ წელს, პრეზიდენტო. კარგი, არ ვიცი. შეგეძნო ეს გაგეკეთებინა 250 წლის განმავლობაში. შეიძლება კიდე 50 წელში, შეიძლება 300 წელში, ბატონო პრეზიდენტო. თქვენ განიხილოთ რუსეთისთვის სანქციების გაზრდას და აპირებთ თუ არა მათი განახლებას. კარგი, მარე შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, რადგან ახლა ნავთობი უკვე მიედინება.
მაშასე ჩვენ მოგხსენით სანქციები, რადგან აშკარად არ გვინდა ნავთობის შეჩერება. ასე რომ ეხლა შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. მალე მივცეთ მათ ვადა ამოეწუროთ. დიახ, კარგი. ოდესმე. ბატონო პრეზიდენტო, მაქვს კითხვა. დიახ. სახელმწიფოს შესახებ. და ლამაზი ადამიანია. ის შენი ქვეყნიდანაა, ნახე, ის იქიდანაა, რა თქმა უნდა. არა, მას ისეთი სასიამოვნო ხასიათი აქვს. ჩემი ხალხი ისეთი, ისინი ძალიან ბოროტები არიან. რა სიმპათიური ბიჭია. შეაერთე ისინი. ფრთხილად, კარგი? მე ახლავე შემეძლო ფილმში ჩამესვა. გააგრძელ. ბატონო პრეზიდენტო, როგორ შეგვიძლია დავწმუნდეთ, რომ ჰორმუზის სრუტე ნონოვარშიც ღია დარჩება თავისუფალი ნავიგაციისთვის? შეერთებულ შტატებს ძლიერი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს. ეს ერთადერთი გზაა ამის გასაკეთებლად. ვფიქრობ, როცა ფიქრობთ, რომ ყველა შეთანხმება გვაქვს რაც გინდათ. სუდი ადამიანებისთვის შეთანხმებებს მნიშვნელობა არ აქვს. ნახეთ, ეს ჩვენ ვიყავით. ვინც დაბლოკა ის, მათ დაბლოკეს. და შემდეგ თქვით, კარგი, ჩვენ დავბლოკეთ მათთვის, ასე რომ მათ ნავთობი არ მიუღიათ. თქვენ დაგჭირდებათ ეს და ეს ბევრ რამეზე ვრცელდება. თუ შეერთებულ შტატებში ძლიერი პრეზიდენტი გეყოლებათ, ბევრი კარგი რამ მოხდება, იცით? თქვენ ეს სხვაზე უკეთ იცით, ხო ასეა? რა თქმა უნდა, თქვენ ეს სხვაზე უკეთ იცით. ეყოები შეიძლება ისაუბრონ მთაზე გამდიდრებული ურანის გეგმაზე. ვიცით, წავიდეთ. ირანმა თქვა, რომ აშშ-ს მიირებდა, რამდენად კონკრეტულები იყვნენ ისინი. ირანი კარგად იქნება. რაც ხდება ისაა, რომ შესაბამის დროს საჩქარო არაფერია. ჩვენ კოსმოსიდან კამერებით ვაკვირდებით, ვიცით ყველა ვინც იქ მიდის, რაც თითქმის არავინ არის. ორი ბომბდამშენება ობიექტს დაარტყეს. მთელი მთა შიგნიდან ჩამოიშალა. ეს რთული გასათხრელია. ამას ჩვენ გარდა ვერავინ გააკეთებს. ალბათ მხოლოდ ჩინეთი. ორივეს გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა. ჯერ ვერ ვახერხებთ, ჩქარობთ, მაგრამ გამოვა და როცა გამოვა, გავანადგურებთ. ეს გეგმის ნაწილია. ჩვენ არ გვინდა ხელში ჩაგდება, გვინდა განადგურება. ამის საკმარისი რაოდენობა გვაქვს. რა მოვიყვანათ თქვენ ორს ვერსალში საფრანგეთში ვახშამზე ხვალ საღამოს? ხო და მე ლამაზი ადგილების მოყვარული ვარ და ნაშუადრევს ვაპირებდი წასვლას, როცა საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც ძალიან სასიამოვნო ადამიანია, დამპატიჟა ვახშამზე ვერსალში. და ვერსალი მხოლოდ ოქროს ფურცელი არ არის, ვერსალი ნამდვილია. უთხარი რომ სიამოვნებით წავიდოდი. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სახლში უფრო გვიან დავბრუნდები. სინამდვილეში დილა ადრიან და ისედაც დიდადად არ მძინავს. ოვალურ კაბინეტში ვიქნები, ოვალურ კაბინეტში დროს არ დავკარგავ. მაშასე, უნდა ვთქვა ეს, ჩვენს ქვეყანას ძალიან კარგად მისდის. ჩვენ როგორც ქვეყანა არასდროს ყოფილვართ ასე კარგად. საფონდო ბირჟა მაღლაა. 401 საპენსიო გეგმები რეკორდულ დონეზეა, 25%-ით გაიზარდა და ჩვენ ძალიან კარგად ვართ. ეხლა ნახავთ როგორ იკლებს ფასები. როცა მოვედი, ფასები ძალიან მაღალი იყო. ჩვენ მქონდა ჩვენი ისტორიის ყველაზე ცუდი ინფლაცია. ფასები გაიზარდა, კვერცხი და ბეკონი ძვირი იყო. ყველაფერი ძვირი იყო. და პირველი კითხვა, რომელიც დამისვეს, იყო ხელმისაწვდომობის საკითხი როგორ იქნება. მე პრესკონფერენცია გავმართე მეორე დღეს, რაც თანამდებობა დავიკავე. და ამ ადამიანებმა თქვეს, ხელმისაწვდომობის საკითხი როგორ იქნება. მე ვუთხარი, ეს მე არ გამომიწვევია, მაგრამ ვცდილობ რომ დავაკვო. და ეხლა როცა საწვავის ფასი მნიშვნელოვნად ეცემა, უშინახეთ, $6-7 დაეცა. როცა საწვავის ფასი ეცემა, ყველაფრის ფასიც ეცემა. მე ყოველთვის ამას ვამბობდი, ხო ასეა? საწვავი, შენ კარგ ბიზნესში ხარ, რადგან როგორც საწვავის ფასი იცვლება, ისე იცვლება ყველაფერი. საწვავის ფასი ეცემა. ეხლა ბარელის ფასი $60 პარგარილებშია და ვფიქრობ, კიდევ უფრო შევძლებთ მის დაკლებას. როცა მე ვამბობ, მე აიოვაში ვიყავი და აიოვაში დიდი გამარჯვებები გქონდა. და როცა წავედი, ბენზინგასამართ ადგილზე შევამჩნიე, გალონი $1 და 85 ცენტი ღირდა. სწორედ იქ ვიყავით მაშინ. ზოგადად ცოტა უფრო ძვირია, მაგრამ ორ ადგილზე ვნახე $1 და 85 ცენტი. იყო $1 და 90 ცენტიც. და იცით, ჩვენ ამ დონემდე მივად. ასე რომ, ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის. დიდი მადლობა ყველას. შენ ძალიან კარგი ხარ. ძალიან კარგი.